ანაკლის ღმასლოვანი პორტის საქმეზე ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება კვლავ შეფასებების თემაა. ხაზრაძე ჯაფარიძის პარტიაში არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემდეგაც ანაკლის მასშტაბური პროექტის მიზანმიმართულ შეფარხებასა და პორტის აშენების გაჩერებაში ბრალს ხელისუფლებას დებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მთავრობას ანაკლის კონსორციუმისთვის ხელი არ შეუშლია და საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. Justice სამინისტრო არის ტყუილების გამავრცელებელი უწყება, რომელიც ხალხს ატყუებს, რომ ჯაფარიძის და ხაზარაძეს ჰქონდათ რაღაც დავა ვაშინგტონში, რომელიც მათ არ ქონიათ, დავა ჰქონდა კონკრეტულ ინვესტორს და ამ ინვესტორის ანაკლის კონსორციუმის მიერ ალბათ მათ შეეგიძლიათ კითხოთ სხვა დეტალები ამ დავასთან დაკავშირებით და ივანიშვილმა რუსული დავალებით ანაკლის პორტი რომ მოკლა და არაშენებულა და წლებია უკვე ხალხს ატყუებენ, რომ სპორტი აშენდება და დღემდე არც ერთი აგური არ არის დადებული, ამას საზოგადოება ხედავს. ორ საერთაშორისო არბიტრაჟში დამტკიცდა, ხო? ვერანაირი ინვესტიციის მოზიდვა ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, ისინი რო იტყვიან, ესე ცდილობენ ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება დააზიანონ. თითოეული მოქალაქე დააზიანონ. აქედან გამომდინარე, სწორედ მათი პოლიტიკური ღირებულებაც აი ამაში გამოიხატება. პირადი მიზნებიდან გამომდინარე, პირადი წარუმატებლობა უნდათ რომ საქართველოს გადააბრალოთ. მაგრამ საერთაშორისო დონეზე ხდება ნათელი, რომ ეს არის ტყუილი მათი მხრიდან.